პირველად როცა მივედი, მე რადგან კვლევის დიდი გამოცდილება მქონდა, პირველად გავზომე, რა თქმა უნდა, M კვადრატის ბრენდის ველო რა, კაპიტალი, რასაც გვია, ხო? ეს როგორ გავზომეთ, ახლა ჩვეულებრივად იგივე ტერიტორიაზე უცნობი ბრენდის ფასი რა იყო და ჩვენი ფასი რა იყო და გამოვაკელით ერთმანეთს და $400 მეც კვადრატულში იხდიდა მომხმარებელი და ეს იყო ბრენდის ფასი. წარმოიდგინეთ, კვადრატულში $400 მეც გადაიხდი. და ეს ბრენდის ფასი იქმნება რითი რეპუტაციით და ეს რეპუტაცია იქმნება იმ ღირებულების ჩვენებით, რა თქმა უნდა, სხვადასხვა საკომუნიკაციო აქტივობებში და არა მარტო კომუნიკაციით, ხო, იქ თავის მშენებლობით, ხარისხით, იმიჯით, პრესტიჟით, გამოცდილებით, სანდოობით. ამაზე ყველაფერზე, რა თქმა უნდა, მუშაობს ტრადიციული მედია და დიჯიტალი. მაინც ვიტყვი, რომ წამყვანი დღეს გაყიდვების კუთხით არის დიჯიტალი. თბილისში ვიტყოდი 80%, ან შეიძლება მეტიც უშუალოდ გაყიდვაზე, მაგრამ აი იმ გაყიდვას მხარს უჭერს ტრადიციულ მედიაში განხორციელებული და გამოჩენილი ბრენდის შინაარსი.